დათუნა ძალიან აქტიურია. ძალიან უყვარს დასუფთავება, ნაგვის გადაყრა, ეზოში ჩასვლა, უყვარს დათუნას კვერის დალაგება, უყვარს ძალიან ურთიერთობები. ძალიან პასუხისგებლიანი ახალგაზრდა, ძალიან დაინტერესდა ხეზე მუშაობით და სურს რომ კიდევ უფრო განივითაროს თავისი უნარები. მე ვარ დათო კარადაძე, ვარ 18 წლის. გალეო გამოდივა. ხასიათი მოდივა რა. სახლში ყოფნა არ გიყვარს? დედა ყავს იტალიაში და ერთი ძმა ყავს და სულ ეკონტაქტება. დედა უშენერში ამე, აი უშენერში. დედასნაი არავი არ ამე. მინა დედასა ვიყო რა. ამ ადამიანთან ურთიერთობაში სწავლობ ამათ სამყაროს. ყველა ადამიანი არის უნიკალური, არის ძვირფასი, არის საინტერესო. ჩვენ ამათი მეგობრები ვართ და მხარდამჭერი ვართ და ესენი ყველაფერს აკეთებენ. მე ვინა მევაეთე რა. ოჯახში რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ. ოღონდ ჩვენი ხელმძღვანელობითაც არა, მხარდაჭერით. ჩვენი დახმარებით ერთად ვაკეთებთ, ერთად მუშაობთ, საჭმელს ერთად ვაკეთებთ, სახლს ერთად ალაგებენ. მეთამასები. იდოლო. მეხმალები რა ყველა. ვინ გასწავლა? დედათა მამასალა. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ისინი გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი და მათი სახით ახალი მეგობრები შევიძინეთ. ასოციაცია იკაოს-21-ის ბაზაზე, ვინაიდან ეს არის 18+ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრი, ჩვენ ძირითადად მუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სახელობო უნარების დამოუკიდებელი ნორჩვევების განვითარებაზე და ხელს უწყობთ შემდეგ მათ დასაქმებას. და აი ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ჩავრთეთ სხვადასხვა ცენტრებიდან და ორგანიზაციებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები და მათ შორის აქტიურად თანამშრომლობთ ორგანიზაციასთან, ჩვენს კოლეგასთან და პარტნიორსთან ხელი-ხელს და ამ ორგანიზაციიდან ჩვენთან ჩაერთო ხის სახელოსნოში რამდენიმე ბენეფიციარი და მათ შორის ჩვენი საყვარელი დათუნა. ვიცი ხას ალო ბევილამის მასალე. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია დღეს ინტელექტუალური განვითარების შეფერხების პირთა დასაქმება. ეს არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დასაქმება და ჩვენ აი ხის სახელოსნოში, ზუსტად ხის სახელოსნო მორგებულია უშუალოდ ინტელექტუალური განვითარების პირთა საჭიროებებზე, როგორც მეთოდოლოგიურად, ისე საწარმო მიმართულებით და აი ყველა უნარის განვითარებაზე ხდება გუნდური პრინციპით მუშაობა მათ მხარდასაჭერად და შრომით ბაზარზე გასასვლელად.